ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს პოლიტიკოსები გამოეხმაურდნენ, მათი განცხადებით აუცილებელია მომხდარის სასწრაფო გამოძიება მოხდეს. თავზარდამცემი იყო ეს ინფორმაცია, როდესაც დღისით მზისით პოლიტიკურ ლიდერს ერთ-ერთს ესეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე პრაქტიკულად მკვლელობისთვის იმეტებენ, ეს არის საგანგებო, საგანგაშო ფაქტი და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები სერიოზულობით მოეკიდებიან ბუნებრივი ამ საქმეს. გამოძიება უნდა უმოკლეს ვადებში ჩატარდეს, ვინც არ უნდა იყოს მithumedes ყოფილი მთავრობის წევრი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი პირები იქნებიან დასჯილები. ეს არის ისეთი ტიპის ძალადობის აქტი, რომლის მომწონებელი და გამამართლებელი მე ადამიანი არ მეგობრდება საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ჩადენილია დანაშაული შესაბამისმა ორგანოებმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ, გამოაკვლიონ, იპოვონ და დასაჯონ დამნაშავეები. დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები უსწრაფესად მოახერხებენ საქმის გამოძიებას, გახსნას და დამნაშავის დასჯას. რაც შეეხება მოტივს, ახლა ძალიან რთულია ელაპარაკო მოტივზე, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკოს, ყველა მოტივი შეიძლება იყოს აღნიშნული მძიმე ფაქტის საფუძველად. ვერ ვიტყვი ახლა რაღაც ვარაუდებზე საუბარი არ მინდა, არ იქნება სერიოზული, თვითონ ფაქტი მეტად მძიმეა, მეტად რბილად ნათქვამი არასასურველი კი არა, ძალიან მძიმე შემთხვევაა და ალბათ ყველაფერი გაირკვევა. ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებული ანგარიშწორება, სადაც წახალისებული არის მithumedes ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიებაც არ გაიწელება ისე, როგორც იწელება სხვა